კოლეგებო, მიმდინარეობს რეგისტრაცია. ხო არა გაქვთ სურვილი, რომ საკითხები დაამატოთ. ნამდვილად მიუღებელი არის ჩვენთვის ის გამონათქვამები და ის გამოხდომები, რომელიც ბოლო პერიოდში იყო, უშუალოდ მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ და მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეს განცხადებები და გამოხდომები ნამდვილად ვერაფერს ვერ დააკლებს იმ დიდ ღვაწლს, რაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს აქვს, როგორც ქართული ეკლესიის, ასევე მთლიანად საქართველოს წინაშე. მე უბრალოდ მინდა აღვნიშნო, რომ დაუშვებელი არის თავისუფლების პრინციპების ბოროტად გამოყენება და ამ მიმართულებით მიმართვა. საზოგადოებას ჰქონდა აბსოლუტურად ადეკვატური რეაქცია იმ მსგავსობაზე, რაც იყო და ხელისუფლებამაც ძალიან ნათლად და მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია. მე ვფიქრობ, თითოეული ადამიანისთვის არის ძალიან ძვირფასი ის, რაც უკავშირდება პირადად საქართველოს პატრიარქს, რაც უკავშირდება ჩვენს ეკლესიას და სრულად ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ასეთი ქმედებები არანაირად არავის რაღაცა პირად ძალიან მაღალი რანგის თავისუფლებაზე არ მიუთითებს. არსებობდა და არსებობს საკმაოდ დასაბუთებული ეჭვები, რომელსაც თავად ამ ადამიანის გამონათქვამები და პოზიცია ადასტურებს, რომ მას აქვს ძალიან სერიოზული გავლენა და ასე ვთქვათ სამეგობრო სახელმწიფო წრეებში. ჩვენ შეგვაშფოთა ამან და გვაშფოთებს სწორედ ეს და სწორედ ამის გამო მოუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას პირველ პირებს უმრავლესობის არომადგენლებს, რათა დროულად გამოეხატათ საკუთარი დამოკიდებულება მუხამსობისა და სიბილწის მიმართ, რომლის ტირაჟირებაც შემდგომში მოხდა. აბსოლუტურად მისასალმებელი არის განცხადება, რაც გაკეთდა ხელისუფლების მხრიდან და მისასალმები ესეთი პოზიციის, სწორი პოზიციის ფორმირებას პრეზიდენტისას და პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან რაც გავრცელდა. და მეორეს მხრივ მინდა თქვა, რომ უბრალოდ ჩვენი ქვეყანა კი თავისუფალი ქვეყანაა. ყველასა მას შორის გიშას და გაბოროტებულსაც აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ ყველა უნდა იცოდეს, რომ მისი კორექტულად გიჟი და ეს არა, ესე იგი ამას გიჟი თავისუფალია სხვაგან კონკრეტულ ხო ამის თქვა მინდა. გიჟი თავისუფალია, მაგრამ ყველა უნდა იცოდეს, რომ მისი თავისუფლება იქ თავდება, სადაც ხისი ცხვირი იწყება. ამიტომ ერის და სხვის შეურაცხყოფას, რელიგიური გზნობების შეურაცხყოფას ადგილი არ უნდა ქონდეს.